არსებობს საზღვარი, რომელსაც მატერია ვერასოდეს გადალახავს. არა იმიტომ, რომ ფიზიკის კანონები უკრძალავენ, არამედ იმიტომ, რომ ამ საზღვარზე თავად კანონები წყვეტენ არსებობას. წარმოიდგინეთ ხიდი, რომელიც არა უბრალოდ იშლება წონის ქვეშ, არამედ ქრება ერთად იმ სივრცესთან, რომელშიც აშენებული იყო. ეს არის პლანკის სიმკვრივე, 10 ხარისხად 96 კილოგრამი კუბურ მეტრზე. ჩაის კოვზი ასეთი მატერიისა იწონიდა მეტს, ვიდრე მთელი დასაკვირვებელი სამყარო, ყველა გალაქტიკა, ყველა ვარსკვლავი, ყველა პლანეტა ერთად აღებული. მაგრამ ეს არ არის უბრალოდ რიცხვი. ეს არის წერტილი, სადაც გრავიტაცია ანადგურებს ყველაფერს, ატომებს, კვარკებს, თავად სივრცე-დროს. რა ხდება, როცა მატერია აღწევს ამ საზღვარს? როგორ იქცევა რეალობა, როცა მისი საფუძველი იშლება? შეიძლება თუ არა, რომ ამ უკიდურეს წერტილში მატერია აღარ არის მატერია, არამედ რაღაც სრულიად სხვა რაღაც, რისთვისაც ჩვენს ენას სახელიც კი არ აქვს. და თუ ასეთი ადგილები არსებობენ სამყაროში ახლა, ამ წამში, შავი ხვრელების გულში, რას ნიშნავს ეს ჩვენი არსებობისთვის, ჩვენი გაგებისთვის იმისა, თუ რა არის რეალური? ყოველ დღე, როცა თქვენ აწონით რაიმეს ხელში, თქვენ გრძნობთ მატერიის წინააღმდეგობას. ეს წინააღმდეგობა მომდინარეობს იქიდან, რომ ატომები უჭირავთ ერთმანეთს, ელექტრონული ღრუბლები ურტყამენ ერთმანეთს, ბირთვები ინარჩუნებენ დისტანციას. მაგრამ რა მოხდება, თუ ეს დისტანცია გაქრება? თუ ყველა ატომი, ყველა ნაწილაკი იძულებული გახდება დაიკავოს ერთი და იგივე წერტილის სივრცეში. ეს არ არის აბსტრაქტული კითხვა. ეს ხდება რეალურად, ახლა, შავი ხვრელების ცენტრში, სადაც გრავიტაცია ხდება იმდენად ძლიერი, რომ ანადგურებს თავად სტრუქტურას, რომელიც მატერიას მატერიად აქცევს. მატერია არ არის მყარი. ეს არის ილუზია, რომელსაც ქმნის ძალების ბალანსი. თქვენი სხეული, თქვენი ხელები, ეს სიტყვები, რომლებსაც ახლა ისმენთ, ყველაფერი ეს არის ცარიელი სივრცე, რომელშიც პაწაწინა ნაწილაკები ცეკვავენ ურთიერთობის რთულ ქორეოგრაფიაში. ატომი 95%-ით ცარიელია, თუ ბირთვი იქნებოდა ფეხბურთის ბურთის ზომის, უახლოესი ელექტრონი იქნებოდა 10 კილომეტრის მოშორებით. მაგრამ ეს ცარიელი სივრცე არ არის უბრალოდ არაფერი, ეს არის დაძაბული ველების ქსელი, ენერგიის უხილავი ძაფები, რომლებიც ინარჩუნებენ ფორმას, სტრუქტურას, არსებობას. და ახლა წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი იწყებს კოლაფსს. არა თანდათანობით, არა ნაზად, არამედ კატასტროფულად, შეუქცევად, აბსოლუტურად. გრავიტაცია, ყველაზე სუსტი ძალა ბუნებაში, ხდება ყველაზე ძლიერი, როცა მასა კონცენტრირდება საკმარისად პატარა მოცულობაში. და როცა სიმკვრივე აღწევს პლანკის საზღვარს, 10 ხარისხად 96 კილოგრამი კუბურ მეტრზე, მატერია შედის რეჟიმში, სადაც ჩვენი ფიზიკის კანონები უბრალოდ წყვეტენ მუშაობას. არა იმიტომ, რომ ისინი არასწორია, არამედ იმიტომ, რომ თავად კატეგორიები, მატერია, სივრცე, დრო კარგავენ მნიშვნელობას. 1000 წლეულების განმავლობაში ადამიანები თვლიდნენ, რომ მატერია და სივრცე არის ორი განსხვავებული რამ, ობიექტები, რომლებიც არსებობენ და ცარიელი ადგილი, სადაც ისინი არსებობენ. არისტოტელე ამბობდა, რომ სივრცე არის უბრალოდ ჭურჭელი, კონტეინერი, რომელშიც ნივთები თავსდებიან. ნიუტონი თვლიდა, რომ სივრცე არის აბსოლუტური, უცვლელი სცენა, რომელზეც ვარსკვლავები და პლანეტები თამაშობენ თავიანთ კოსმიურ დრამას. მაგრამ 2000 წელი შეცდომაში იყვნენ. მატერია და სივრცე არ არის განცალკევებული, ისინი არის ერთი და იგივე რამის ორი სახე, ორი გამოვლინება ერთი ფუნდამენტური რეალობისა. 1905 წელს ალბერტ აინშტაინი ზის ბერნის პატენტების ოფისში, სადაც მისი სამსახური არის სხვა ადამიანების გამოგონებების შეფასება. მაგრამ მისი გონება სხვაგან არის, იგი ცდილობს გაიგოს, რატომ არის სინათლის სიჩქარე ერთნაირი ყველა დამკვირვებლისთვის, მიუხედავად იმისა, თუ როგორ მოძრაობენ ისინი. ეს მარტივი კითხვა მიჰყავს მას დასკვნამდე, რომელიც ანგრევს 2000 წლიანი ფილოსოფიის საფუძველს, სივრცე და დრო არ არის აბსოლუტური. ისინი იწელებიან, იკუმშებიან, იხრებიან მატერიისა და ენერგიის გავლენით. სივრცე არ არის ცარიელი სცენა, ეს არის მონაწილე, აქტიური ელემენტი კოსმიურ თამაშში. 10 წელს შემდეგ, 1915 წელს, აინშტაინი აქვეყნებს ზოგად ფარდობითობას, თეორიას, რომელიც ამბობს, რომ გრავიტაცია არ არის ძალა, რომელიც მოქმედებს დისტანციურად, როგორც ნიუტონი ფიქრობდა. გრავიტაცია არის სივრცე-დროის გეომეტრია. მასიური ობიექტები არ იზიდავენ ერთმანეთს, ისინი ახრიან სივრცეს თავიანთ გარშემო და სხვა ობიექტები მოძრაობენ ამ მოხრილ გეომეტრიაში. წარმოიდგინეთ გაჭიმული რეზინის ფურცელი. თუ დადებთ მასზე მძიმე ბურთს, ფურცელი ჩაიზნექება, შექმნის ძირს. თუ ახლა გააგორებთ პატარა მარგალიტს ფურცელზე, ის არ მოძრაობს სწორ ხაზზე, ის მიჰყვება ძირის მოხაზულობას, როტაციას გააკეთებს ბურთის გარშემო.
მაგრამ აინშტაინის თეორიას აქვს უცნაური შედეგი, რომელსაც თავად მეცნიერიც ვერ ეთანხმებოდა. თუ სივრცე შეიძლება მოიხაროს, ეს ნიშნავს, რომ იგი შეიძლება მოიხაროს უსასრულოდ. თუ საკმარისად დიდი მასა კონცენტრირდება საკმარისად პატარა მოცულობაში, სივრცე დრო იხრება იმდენად ძლიერად, რომ ქმნის ხვრელს თავის თავში, რეგიონს, საიდანაც არაფერი, თუნდაც სინათლე, ვერ გაიქცევა. ეს არის შავი ხვრელი. და მის ცენტრში მათემატიკა ამბობს, სიმკვრივე ხდება უსასრულო, სინგულარობა, წერტილი, სადაც ყველა ჩვენი განტოლება იძლევა უსასრულობას, რაც მათემატიკურად ნიშნავს, ჩვენ აღარ ვიცით, რა ხდება აქ. მაგრამ რეალურად სიმკვრივე არ ხდება უსასრულო. ის აღწევს კონკრეტულ, საშინელ ზღვარს, პლანკის სიმკვრივეს. ეს არის რიცხვი, რომელიც მომდინარეობს სამი ფუნდამენტური კონსტანტიდან: სინათლის სიჩქარე, გრავიტაციული მუდმივა და პლანკის მუდმივა, კვანტური მექანიკის საფუძველი. როცა ეს სამი კონსტანტა ერთად მოდის, ისინი განსაზღვრავენ აბსოლუტურ საზღვარს, ზომას, დროს, ენერგიას, სიმკვრივეს, რომელზე უფრო პატარა, უფრო მოკლე, უფრო ინტენსიური, უფრო კონცენტრირებული ვერაფერი შეიძლება იყოს. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვზომავთ, არამედ იმიტომ, რომ თავად კონცეფციების ზომა, დრო, ენერგია კარგავენ მნიშვნელობას. ყოველ დღე, როცა თქვენ ხელში იჭერთ ობიექტს, თქვენ ფაქტობრივად არ ეხებით მას. თქვენი ხელის ატომების ელექტრონული ღრუბლები და ობიექტის ატომების ელექტრონული ღრუბლები ურტყამენ ერთმანეთს ელექტრომაგნიტური ძალით, ისინი აგდებენ ერთმანეთს მანძილზე, რომელიც იმდენად პაწაწინაა, რომ თქვენი ნერვული სისტემა ვერ განასხვავებს მას ნულისგან. შეხება არის ილუზია, რომელსაც ქმნის ძალების წინააღმდეგობა. მაგრამ ეს წინააღმდეგობა არ არის აბსოლუტური, ის დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ძლიერია ელექტრომაგნიტური ძალა ატომებს შორის, რამდენად სწრაფად მოძრაობენ ნაწილაკები, რამდენად ახლოს შეუძლიათ მიახლოვება ერთმანეთს. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ იწყებთ ობიექტის შეკუმშვას. თავდაპირველად ეს ადვილია, თქვენ უბრალოდ აახლოებთ ატომებს ერთმანეთს, ამცირებთ მათ შორის ცარიელ სივრცეს. მაგრამ რაც უფრო მეტს აკუმშავთ, მით უფრო ძლიერდება წინააღმდეგობა. ელექტრონები იწყებენ ძლიერ ურტყმას ერთმანეთს, ბირთვები უახლოვდებიან ერთმანეთს და ძალები, რომლებიც ინარჩუნებენ მათ განცალკევებულად, ხდებიან უფრო ინტენსიურები. ეს არის ის, რაც ხდება თეთრ ჯუჯებში, ვარსკვლავებში, რომლებმაც ამოწურეს თავიანთი ბირთვული საწვავი და დაიშალნენ საკუთარი გრავიტაციის ქვეშ. მათში ელექტრონები იკუმშებიან იმდენად ახლოს, რომ ქმნიან წნევას, ელექტრონულ დეგენერაციულ წნევას, რომელიც აჩერებს შემდგომ კოლაფსს. 1 კუბური სანტიმეტრი თეთრი ჯუჯის მატერიისა იწონის 1 ტონას. მაგრამ თუ მასა საკმარისად დიდია, გრავიტაცია სძლევს ელექტრონულ წნევას. ელექტრონები იძულებულნი არიან შეერწყნენ პროტონებს, შექმნან ნეიტრონები და ვარსკვლავი იქცევა ნეიტრონულ ვარსკვლავად, ობიექტად, რომელიც მთლიანად შედგება ნეიტრონებისგან, დაჭერილი ერთმანეთთან იმდენად ახლოს, რომ მთელი ვარსკვლავი არის, ფაქტობრივად, ერთი გიგანტური ატომური ბირთვი. 1 კუბური სანტიმეტრი ნეიტრონული ვარსკვლავის მატერიისა იწონის 100 მილიონ ტონას, იმდენს, რამდენსაც იწონის მთელი კაცობრიობა ერთად აღებული. ეს არის სიმკვრივე, რომელიც აღემატება ყველაფერს, რასაც ჩვენ ვაწყდებით დედამიწაზე, ყველაფერს, რასაც ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ლაბორატორიაში. მაგრამ ეს არ არის საზღვარი. თუ მასა კიდევ უფრო დიდია, გრავიტაცია სძლევს თუნდაც ნეიტრონულ დეგენერაციულ წნევას, ძალას, რომელიც ინარჩუნებს ნეიტრონებს განცალკევებულად. და მაშინ არაფერი ვერ შეაჩერებს კოლაფსს. მატერია გრძელდება შეკუმშვას, გადის ნეიტრონული ვარსკვლავის სიმკვრივეს, შედის რეჟიმში, სადაც თავად ნეიტრონები იშლებიან, კვარკები, რომლებიც ქმნიან ნეიტრონებს, ხდებიან თავისუფლები, ქმნიან კვარკულ მატერიას, სახელმწიფოს, რომელიც არსებობდა მხოლოდ პირველ მიკროწამებში დიდი აფეთქების შემდეგ. და შემდეგ, კიდევ უფრო ღრმად, კვარკებიც კი იშლებიან და ჩვენ შედივართ ტერიტორიაზე, სადაც ჩვენი ფიზიკის კანონები უბრალოდ არ მუშაობს. ეს არის პლანკის სიმკვრივის მიდგომა, 10 ხარისხად 96 კილოგრამი კუბურ მეტრზე. ამ წერტილში სიმძიმის ძალა ხდება იმდენად ინტენსიური, რომ იგი იწყებს კვანტური ეფექტების გამოვლენას. სივრცე დრო თავად იწყებს ქაფქაფს, კვანტურ ფლუქტუაციებს, სადაც მცირე რეგიონები სივრცისა და დროის აჩნდებიან და ქრებიან სპონტანურად. ზომები, რომლებზეც ეს ხდება, არის პლანკის სიგრძე, 10 ხარისხად -35 მეტრი, რაც იმდენად პაწაწინაა, რომ თუ ატომი გაზრდით მთელი სამყაროს ზომამდე, პლანკის სიგრძე იქნება ხის ზომის. ამ მასშტაბზე კონცეფციები აქ და იქ ახლა და მაშინ კარგავენ მნიშვნელობას. სივრცე დრო აღარ არის გლუვი ქსოვილი, ის ხდება ქაოსური, ქაფქაფიანი, დისკრეტული. და ამ წერტილში მატერია აღარ არის მატერია იმ გაგებით, როგორც ჩვენ ვიცნობთ მას. ის არ არის ნაწილაკები, არ არის ველები, არ არის ტალღები.
ის არის რაღაც, რისთვისაც ჩვენს ენას სახელი არ აქვს, რაღაც, რაც არის ერთდროულად ყველაფერი და არაფერი, სადაც ყველა განსხვავება, მატერია და ენერგია, სივრცე და დრო, არსებობა და არარსებობა შერწყმულია ერთ წერტილში. ეს არის სინგულარობა, არა როგორც მათემატიკური აბსტრაქცია, არამედ როგორც ფიზიკური რეალობა, ადგილი, სადაც სამყარო ბრუნდება საკუთარ თავში, სადაც ყველა კითხვა და ყველა პასუხი ხდება ერთი და იგივე. მაგრამ რომ გავიგოთ, როგორ მუშაობს ეს მექანიზმი, უნდა ჩაუღრმავდეთ იმას, რაც ხდება მატერიასთან, როცა ის უახლოვდება ამ საზღვარს. არ არის საკმარისი ვთქვათ, რომ სიმკვრივე იზრდება, უნდა დავინახოთ, როგორ იშლება თავად სტრუქტურა, რომელიც ქმნის რეალობას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ უყურებთ შენობის დანგრევას, მაგრამ არა უბრალოდ შენობას, არამედ თავად იდეას შენობის შესახებ, თავად კონცეფციას, კედლის, იატაკის, ოთახის შესახებ. ეს არის ის, რაც ხდება პლანკის სიმკვრივესთან. მატერია არ უბრალოდ იკუმშება, ის კარგავს თავის იდენტობას, თავის განსაზღვრებას, თავის არსებობის საფუძველს. და ამ პროცესის გასაგებად უნდა გავყვეთ მას ნაბიჯ-ნაბიჯ, ფენა-ფენა, ძალა-ძალა. პირველი, რაც ინგრევა, არის ატომური სტრუქტურა. ნორმალურ პირობებში ატომი არის მცირე მზის სისტემა, ბირთვი ცენტრში, ელექტრონები ორბიტებზე, უზარმაზარი ცარიელი სივრცე მათ შორის. მაგრამ ეს სტრუქტურა არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ელექტრომაგნიტური ძალა ინარჩუნებს ბალანსს, ელექტრონები იზიდებიან დადებითად დამუხტული ბირთვისკენ, მაგრამ მათი კვანტური მოძრაობა ინარჩუნებს მათ დისტანციაზე. ეს როგორც ცეკვაა, ორი პარტნიორი, რომლებიც მუდმივად მიისწრაფვიან ერთმანეთისკენ, მაგრამ არასოდეს ეხებიან. როცა თქვენ დგახართ იატაკზე, თქვენი ფეხები არ ეხებიან იატაკს, ისინი ცეკვავენ ელექტრონულ ცეკვას იატაკის ელექტრონებთან, ინარჩუნებენ მანძილს, რომელიც იმდენად პაწაწინაა, რომ თქვენი გრძნობები მას აღიქვამენ როგორც შეხებას. მაგრამ როცა გრავიტაცია იზრდება, ეს ცეკვა იშლება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აიძულებთ ცეკვოსნებს უფრო და უფრო ახლოს მოახლოვდნენ ერთმანეთს. თავდაპირველად ისინი ინარჩუნებენ რიტმს, მაგრამ მოძრაობები ხდება უფრო სწრაფი, უფრო ნერვიული. შემდეგ გარკვეულ წერტილში ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ მანძილის შენარჩუნებას, ისინი ეჯახებიან ერთმანეთს, ცეკვა იქცევა ქაოსად. ეს ხდება ატომებთან, როცა სიმკვრივე აღწევს დაახლოებით 10 ხარისხად 9 კილოგრამს კუბურ მეტრზე, თეთრი ჯუჯების სიმკვრივეს. ელექტრონები იძულებულნი არიან დაიკავონ ერთი და იგივე ენერგიული დონეები, რაც კვანტური მექანიკის პრინციპების მიხედვით შეუძლებელია. ეს არის პაულის გამორიცხვის პრინციპი, რომელიც ამბობს, რომ ორი ელექტრონი ვერ იქნება ერთდროულად ერთსა და იმავე მდგომარეობაში. ისინი ქმნიან წნევას, წინააღმდეგობას, რომელიც აჩერებს კოლაფსს. მაგრამ ეს მხოლოდ დროებითი გადავადებაა. თუ მასა საკმარისად დიდია, გრავიტაცია სძლევს ელექტრონულ წნევას და მაშინ ხდება რაღაც უცნაური, ელექტრონები და პროტონები იძულებულნი არიან შეერწყნენ, შექმნან ნეიტრონები. ეს არის ალქიმია, მაგრამ არა მისტიკური, ეს არის ფიზიკა, რომელიც ხდება, როცა ძალები ხდებიან იმდენად ინტენსიურები, რომ ცვლიან თავად ნაწილაკების იდენტობას. წარმოიდგინეთ, რომ წნევა იმდენად დიდია, რომ ორი განსხვავებული ადამიანი იძულებულნი არიან შეერწყნენ ერთ არსებად, არა მეტაფორულად, არამედ ლიტერალურად, ფიზიკურად. ეს ხდება ნეიტრონულ ვარსკვლავებში, სადაც სიმკვრივე აღწევს 10 ხარისხად 18 კილოგრამს კუბურ მეტრზე. მთელი ვარსკვლავი, რომელიც ოდესღაც იყო 10 კილომეტრი დიამეტრში, ახლა არის 20 კილომეტრი დიამეტრში, ქალაქის ზომის ობიექტი, რომელიც იწონის მეტს, ვიდრე მზე. და აქ ხდება რაღაც, რაც ცვლის ჩვენს გაგებას იმისა, თუ რა არის მატერია. ნეიტრონული ვარსკვლავი არ არის უბრალოდ კოლექცია ნაწილაკებისა, ის არის ერთი გიგანტური ატომური ბირთვი, სადაც ნეიტრონები დაჭერილნი არიან ერთმანეთთან იმდენად ახლოს, რომ ისინი ეხებიან ერთმანეთს. წარმოიდგინეთ ბაზარი, სადაც ადამიანები დგანან იმდენად ახლოს, რომ ვერ მოძრაობენ, ვერ სუნთქავენ, ვერ არსებობენ როგორც ინდივიდები, ისინი ხდებიან ერთი მასა, ერთი ორგანიზმი. როცა თქვენ ცდილობთ გაიაროთ ასეთ ბაზარში, თქვენ არ ხვდებით ინდივიდუალურ ადამიანებს, თქვენ ხვდებით მთლიან მასას, რომელიც მოქმედებს როგორც ერთი. ეს არის ნეიტრონული ვარსკვლავის ბუნება, მატერია, რომელიც დაკარგა თავისი ინდივიდუალობა, მაგრამ ჯერ კიდევ ინარჩუნებს გარკვეულ სტრუქტურას. მაგრამ ეს არ არის ბოლო. რადგან ნეიტრონები თავად არ არიან ფუნდამენტური, ისინი შედგებიან კვარკებისგან, სამი კვარკი თითოეულ ნეიტრონში დაკავშირებული ძლიერი ბირთვული ძალით. ეს ძალა არის ყველაზე ძლიერი ძალა ბუნებაში, იმდენად ძლიერი, რომ რაც უფრო ცდილობთ გახოთ კვარკები, მით უფრო ძლიერდება ძალა, რომელიც ინარჩუნებს მათ ერთად. ეს როგორც რეზინის ლენტია, რაც უფრო ჭიმავთ, მით უფრო ძლიერდება წინააღმდეგობა. მაგრამ თუ ჭიმავთ საკმარისად ძლიერად, რეზინი იშლება.
და ეს ხდება კვარკებთან, როცა სიმკვრივე აღწევს დაახლოებით 10 ხარისხად 18 კილოგრამს კუბურ მეტრზე წერტილს, სადაც ნეიტრონები თავად იშლებიან და კვარკები ხდებიან თავისუფლები. ეს არის კვარკული მატერია, მდგომარეობა, რომელიც არსებობდა მხოლოდ პირველ მიკროწამებში დიდი აფეთქების შემდეგ, როცა მთელი სამყარო იყო ცხელი და მკვრივი იმდენად, რომ ნაწილაკები ვერ ქმნიდნენ სტაბილურ სტრუქტურებს. წარმოიდგინეთ ქალაქი, სადაც შენობები დნება ცხელის გამო, კედლები, იატაკები, სახურავები ხდებიან თხევადი, ერევიან ერთმანეთში და მთელი ქალაქი იქცევა ერთ დნობად მასად. მაგრამ ეს არ არის ქაოსი, ეს არის სხვა სახის წესრიგი, სადაც კვარკები მოძრაობენ თავისუფლად, მაგრამ ჯერ კიდევ ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან, ქმნიან დინამიურ, მუდმივად ცვალებად სტრუქტურას. როცა თქვენ აურევთ რძეს ყავაში, თავდაპირველად ხედავთ ორ განცალკევებულ სითხეს, მაგრამ შემდეგ ისინი ერევიან, ქმნიან ერთიან სითხეს, სადაც აღარ შეგიძლიათ გაარჩიოთ, სად იყო რძე და სად ყავა. ეს არის კვარკული მატერიის ბუნება, ფუნდამენტური ნაწილაკები, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი ინდივიდუალური იდენტობა, მაგრამ ჯერ კიდევ არსებობენ როგორც ნაწილაკები. და ახლა ჩვენ მივდივართ საზღვართან, პლანკის სიმკვრივესთან, 10 ხარისხად 96 კილოგრამი კუბურ მეტრზე. ეს არის რიცხვი, რომელიც არ არის თვითნებური, ის მომდინარეობს სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური კონსტანტებიდან. წარმოიდგინეთ, რომ სამყაროს აქვს საკუთარი ენა და ამ ენაში არის სამი ძირითადი სიტყვა: სინათლის სიჩქარე, 300,000 კილომეტრი/წამში, გრავიტაციული მუდმივა, რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს, რამდენად ძლიერია გრავიტაცია, და პლანკის მუდმივა, რიცხვი, რომელიც განსაზღვრავს კვანტური ეფექტების მასშტაბს. როცა ეს სამი სიტყვა ერთად მოდის, ისინი ქმნიან წინადადებას, რომელიც ამბობს, აქ არის საზღვარი. აქედან შემდგომ ყველაფერი იცვლება, მაგრამ რა იცვლება? რომ გავიგოთ ეს, უნდა გავიხსენოთ, რომ სივრცე და დრო არ არის აბსოლუტური, ისინი არის დინამიური, მოქნილი, ურთიერთდაკავშირებული. აინშტაინმა გვიჩვენა, რომ მასიური ობიექტები ახრიან სივრცე-დროს, ქმნიან ძირებს, ხეობებს, მთებს გეომეტრიაში. მაგრამ ეს მოხრა არ არის უსასრულო, არსებობს ლიმიტი იმისა, რამდენად ძლიერად შეიძლება მოიხაროს სივრცე-დრო, სანამ თავად კონცეფცია მოხრის შესახებ კარგავს მნიშვნელობას. წარმოიდგინეთ რეზინის ფურცელი, რომელსაც ჭიმავთ უფრო და უფრო ძლიერად. თავდაპირველად ის იჭიმება გლუად, ქმნის ძირს. მაგრამ თუ გააგრძელებთ ჭიმვას, გარკვეულ წერტილში რეზინი იწყებს ნაპრალების ქმნას, მცირე ხვრელები, რომლებიც ჩნდებიან და ქრებიან. ეს არის კვანტური ფლუქტუაციები სივრცე-დროში. ნორმალურ პირობებში ეს ფლუქტუაციები იმდენად პაწაწინაა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, ისინი ხდება პლანკის სიგრძის მასშტაბზე, 10 ხარისხად -35 მეტრი. ეს იმდენად პატარაა, რომ თუ ატომი გაზრდით მთელი დედამიწის ზომამდე, პლანკის სიგრძე იქნება ადამიანის უჯრედის ზომის. მაგრამ როცა სიმკვრივე აღწევს პლანკის სიმკვრივეს, ეს ფლუქტუაციები ხდებიან დომინანტური, სივრცე-დრო აღარ არის გლუვი ქსოვილი, არამედ ქაფქაფიანი, ქაოსური, დისკრეტული სტრუქტურა. როცა თქვენ უყურებთ ზღვას დიდი მანძილიდან, ის გამოიჯება გლუვი, მშვიდი. მაგრამ როცა მიუახლოვდებით, ხედავთ ტალღებს, ქაფს, მორევს, სივრცე, რომელიც მუდმივად მოძრაობს, იცვლება, არასოდეს რჩება ერთნაირი. ეს არის სივრცე-დროს ბუნება პლანკის მასშტაბზე, მუდმივი მოძრაობა, მუდმივი ცვლილება, სადაც თავად კონცეფციები, აქ და იქ, ახლა და მაშინ ეკარგავენ მკაფიო მნიშვნელობას. და ამ წერტილში მატერია აღარ არის მატერია. ის არ არის ნაწილაკები, რომლებიც იკავებენ კონკრეტულ პოზიციებს სივრცეში, რადგან თავად სივრცე აღარ არის კონკრეტული. ის არ არის ველები, რომლებიც ვრცელდებიან დროში, რადგან თავად დრო აღარ არის უწყვეტი. ის არის რაღაც ფუნდამენტურად განსხვავებული რაღაც, რისთვისაც ჩვენს ენას, ჩვენს მათემატიკას, ჩვენს ფილოსოფიას არ აქვს ადეკვატური აღწერა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ცდილობთ აუხსნათ ფერი ადამიანს, რომელიც დაიბადა ბრმად, თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ მეტაფორები, ანალოგიები, შედარებები, მაგრამ არასოდეს შეძლებთ გადმოსცეთ რეალური გამოცდილება იმისა, თუ როგორია წითელი, ლურჯი, მწვანე. ეს არის ჩვენი სიტუაცია პლანკის სიმკვრივესთან, ჩვენ ვცდილობთ ავწეროთ რეალობა, რომელიც ფუნდამენტურად განსხვავებულია ყველაფრისგან, რასაც ჩვენ ოდესმე გამოვცდით, ვიზომეთ, წარმოვიდგინეთ. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ დარწმუნებით, ამ წერტილში, ყველა ძალა ბუნებაში. გრავიტაცია, ელექტრომაგნეტიზმი, ძლიერი ბირთვული ძალა, სუსტი ბირთვული ძალა, ხდებიან ერთი და იგივე ძალა. ისინი აღარ არის განცალკევებული და მოუკიდებელი, ისინი არის ერთი ფუნდამენტური ძალის განსხვავებული გამოვლინებები, ისევე როგორც ყინული, წყალი და ორთქლი არის ერთი და იგივე ნივთიერების განსხვავებული მდგომარეობები. წარმოიდგინეთ 4 მდინარე, რომლებიც მიედინებიან განსხვავებული მიმართულებებით, მაგრამ როცა მიჰყვებით მათ უკან, აღმოაჩენთ, რომ ყველა მათგანი მომდინარეობს ერთი წყაროდან, მთის მწვერვალზე არსებული ტბიდან.
ეს არის დიდი გაერთიანება, რომელზეც ფიზიკოსები ოცნებობენ, თეორია, რომელიც აერთიანებს ყველა ძალას ერთ ჩარჩოში. და ეს გაერთიანება ხდება პლანკის სიმკვრივეზე, არა როგორც თეორიული აბსტრაქცია, არამედ როგორც ფიზიკური რეალობა. როცა თქვენ აწვევთ ნატურას, ელექტრონები მოძრაობენ მავთულში, ქმნიან ელექტრომაგნიტურ ველს, რომელიც აიძულებს ვოლფრამის ძაბს გაათბოს და გამოსცეს სინათლე. ეს არის ელექტრომაგნეტიზმი მოქმედებაში, ძალა, რომელიც აკავშირებს დენს და სინათლეს. მაგრამ პლანკის სიმკვრივეზე ეს იგივე ძალა, რომელიც ანთებს ნატურას, არის იდენტური ძალასთან, რომელიც ინარჩუნებს თქვენს ფეხებს დედამიწაზე, გრავიტაციასთან. ისინი არის ერთი. და ეს ერთობა არ არის მეტაფორა, ეს არის ფიზიკური ფაქტი, რომელიც ხდება აშკარა, როცა ენერგიები და სიმკვრივეები აღწევენ პლანკის მასშტაბს. მაგრამ ახლა, როცა ჩვენ ვნახეთ მექანიზმი, როგორ იშლება ატომები, როგორ ერწყმიან ნაწილაკები, როგორ ქაფქაფობს სივრცე დროა დავსვათ უფრო ღრმა კითხვა. არა, როგორ ხდება ეს, არამედ რას ნიშნავს ეს. რადგან პლანკის სიმკვრივე არ არის უბრალოდ ექსტრემალური მდგომარეობა მატერიისა, ეს არის სარკე, რომელიც გვიჩვენებს რაღაც ფუნდამენტურ სამყაროს ბუნების შესახებ. ყოველ დღე, როცა თქვენ ხედავთ ობიექტს, მაგიდას, ქვას, ვარსკვლავს, თქვენ ხედავთ მხოლოდ ზედაპირს, ფასადს. მაგრამ პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ყველა ფასადი ეცემა, სადაც სამყარო ავლენს თავის ნამდვილ სახეს. და ეს სახე არ არის ის, რასაც ჩვენ ველოდით. წარმოიდგინეთ, რომ მთელი თქვენი ცხოვრება თქვენ ცხოვრობდით ოთახში, რომლის კედლები მოხატული იყო ლანდშაფტებით, მთებით, ტყეებით, ზღვებით. თქვენ იცოდით, რომ ეს მხოლოდ ნახატებია, მაგრამ არასოდეს გინახავთ რეალური მთა, რეალური ტყე. და ერთ დღეს კედელი იშლება და თქვენ ხედავთ რეალურ სამყაროს და ის არის ფუნდამენტურად განსხვავებული ყველაფრისგან, რასაც წარმოიდგენდით. ეს არის ის, რასაც პლანკის სიმკვრივე გვთავაზობს, არა უბრალოდ ახალ ფაქტებს, არამედ ახალ გაგებას იმისა, თუ რა არის რეალობა. ჩვენ ვსაუბრობდით ატომებზე, კვარკებზე, სივრცე-დროზე, მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ყველა ეს კონცეფცია არის მხოლოდ დროებითი აღწერა, მიახლოება, რომელიც მუშაობს ჩვენს ყოველდღიურ მასშტაბზე, მაგრამ იშლება, როცა ჩვენ მივდივართ საზღვრამდე. და აქ არის პარადოქსი, რომელიც ცვლის ყველაფერს. პლანკის სიმკვრივე არ არის მხოლოდ ექსტრემალური, ის არის უნივერსალური. ის არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს ყველგან, ყოველთვის, ყველა მასშტაბზე, მხოლოდ ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ის დამალულია სხვა ძალების ქვეშ, როგორც მზის სინათლე დამალულია ღრუბლების ქვეშ. მაგრამ როცა ღრუბლები იფანტებიან, როცა სიმკვრივე აღწევს პლანკის საზღვარს, ჩვენ ვხედავთ სინათლეს პირდაპირ, ფილტრების გარეშე. როცა თქვენ აწონით ორ ვაშლს ხელში და გრძნობთ, რომ ერთი უფრო მძიმეა, თქვენ ფაქტობრივად გრძნობთ გრავიტაციას, იმავე ძალას, რომელიც ინარჩუნებს პლანეტებს ორბიტებზე, რომელიც ქმნის შავხრელებს, რომელიც აკოლაფსებს მატერიას პლანკის სიმკვრივემდე. განსხვავება არ არის ძალაში, განსხვავება არის მასშტაბში, ინტენსივობაში, კონტექსტში. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, როგორ ელექტრონები და პროტონები ერწყმიან ნეიტრონებად ნეიტრონულ ვარსკვლავებში. მაგრამ ახლა დავინახოთ უფრო ღრმა პატერნი, ეს არ არის უბრალოდ ფიზიკური პროცესი, ეს არის გამოვლინება უნივერსალური პრინციპისა, რომელიც მუშაობს ყველგან. როცა თქვენ აჭერთ ორ მაგნიტს ერთმანეთთან, ისინი ან იზიდავენ, ან უბიძგებენ ერთმანეთს დამოკიდებულია პოლუსებზე. მაგრამ თუ აიძულებთ მათ საკმარისად ახლოს მოახლოვდნენ, გარკვეულ წერტილში მათი ინდივიდუალური იდენტობა იშლება, ისინი ხდებიან ერთი მაგნიტური სისტემა, სადაც აღარ შეგიძლიათ გაარჩიოთ, სად იყო პირველი და სად მეორე. ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს პლანკის სიმკვრივეზე, არა განსხვავებული ფიზიკა, არამედ იგივე ფიზიკა, გაძლიერებული უსასრულობამდე. ან წარმოიდგინეთ ორკესტრი. როცა მუსიკოსები უკრავენ ტიხად, თქვენ შეგიძლიათ გაარჩიოთ ინდივიდუალური ინსტრუმენტები, ვიოლინო აქ, ფლეიტა იქ, ჩელო იქით. მაგრამ როცა ორკესტრი აღწევს კრესჩენდოს, როცა ყველა ინსტრუმენტი უკრავს ფორტისიმოზე ერთდროულად, ინდივიდუალური ხმები ერწყმიან ერთ ძლიერ ხმაში, თქვენ აღარ ისმენთ ვიოლინოს ან ფლეიტას, თქვენ ისმენთ მუსიკას როგორც ერთობლიობას. ეს არის ის, რაც ხდება პლანკის სიმკვრივეზე, ყველა ძალა, ყველა ნაწილაკი, ყველა ველი აღწევს თავის კრესჩენდოს და ისინი ერწყმიან ერთ სიმფონიაში, სადაც ინდივიდუალური იდენტობები ქრება, მაგრამ თავად მუსიკა, თავად არსებობა გრძელდება, ტრანსფორმირებული, მაგრამ არა განადგურებული. მატერია არ არის მყარი ობიექტი, რომელიც იკავებს სივრცეს. ის არის პროცესი, მოვლენა, ურთიერთქმედება, ენერგიის ცეკვა, რომელიც ქმნის ილუზიას სტაბილურობისა. როცა თქვენ ხელში იჭერთ ქვას, თქვენ არ იჭერთ ნივთს, თქვენ იჭერთ ტრილიონობით ატომს, რომლებიც ვიბრირებენ, ურთიერთქმედებენ, ცვლიან ენერგიას ერთმანეთთან და გარემოსთან.
ქვა არის როგორც ნიაღვარა, თუ უყურებთ მას ერთ მომენტში, ის გამოიყურება სტატიკურად, მაგრამ რეალურად ის არის მუდმივი მოძრაობა, მუდმივი ცვლილება, სადაც წყლის ყოველი წვეთი ცვლის ადგილს, მაგრამ თავად ნიაღვარა რჩება. და პლანკის სიმკვრივეზე ეს მოძრაობა ხდება იმდენად ინტენსიური, იმდენად სწრაფი, იმდენად ფუნდამენტური, რომ თავად კონცეფცია ობიექტის შესახებ კარგავს მნიშვნელობას. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, როგორ სივრცე დრო ქაფქაფობს პლანკის მასშტაბზე. მაგრამ ახლა გავიგოთ, რას ნიშნავს ეს. სივრცე და დრო არ არის ფუნდამენტური, ისინი არის წარმოშობილი, ემერჯენტული თვისებები უფრო ღრმა რეალობისა. წარმოიდგინეთ ტემპერატურა. როცა თქვენ ზომავთ ტემპერატურას თერმომეტრით, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს არის ფუნდამენტური თვისება, ობიექტი ცხელია ან ცივია. მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ტემპერატურა არ არის ფუნდამენტური, ეს არის სტატისტიკური ზომა მოლეკულების საშუალო კინეტიკური ენერგიისა. ცხელი ობიექტი არის უბრალოდ ობიექტი, რომლის მოლეკულები მოძრაობენ სწრაფად, ცივი ობიექტი, ნელა. ტემპერატურა წარმოიშობა უფრო ფუნდამენტური პროცესიდან, მოძრაობიდან. იგივე შეიძლება იყოს ჭეშმარიტი სივრცისა და დროისთვის. შესაძლოა ისინი არ არის ფუნდამენტური, შესაძლოა ისინი წარმოიშობიან უფრო ღრმა რეალობიდან, რომელსაც ჩვენ ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ პირდაპირ. როცა თქვენ უყურებთ ფოტოგრაფიას გაზეთში, ახლოდან ხედავთ პატარა წერტილებს, პიქსელებს, რომლებიც არ გამოიყურებიან როგორც სურათი. მაგრამ როცა დაშორდებით, ეს წერტილები ერწყმიან, ქმნიან გლუვ სურათს, სახეს, ლანდშაფტს, სცენას. სივრცე დრო შეიძლება იყოს ასეთი სურათი, გლუვი და უწყვეტი ჩვენს მასშტაბზე, მაგრამ დისკრეტული და ქაფქაფიანი პლანკის მასშტაბზე, შედგენილი პიქსელებისგან, რომლებიც თავად არ არის სივრცე ან დრო, არამედ რაღაც უფრო ფუნდამენტური. და თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ პლანკის სიმკვრივე არ არის ადგილი, სადაც რეალობა ბოლოვდება, ეს არის ადგილი, სადაც ერთი სახის რეალობა გადადის მეორეში. როცა თქვენ აცხელებთ ყინულს, ის დნება და ხდება წყალი, არა იმიტომ, რომ ყინული განადგურდა, არამედ იმიტომ, რომ მოლეკულები გადავიდნენ ერთი კონფიგურაციიდან მეორეში. თავად მოლეკულები არ შეცვლილა, შეიცვალა მათი ორგანიზაცია, მათი ურთიერთობა, მათი კოლექტიური ქცევა. პლანკის სიმკვრივეზე მატერია, სივრცე, დრო, ყველა ისინი დნება ერთ ფუნდამენტურ სუბსტრატში, რომელიც არ არის არც მატერია, არც სივრცე, არც დრო, არამედ რაღაც, რაც შეიძლება გახდეს ყველა ამ რამ დამოკიდებულია პირობებზე. მატერია არ არის ნივთი, რომელიც არსებობს სივრცეში და დროში. ის არის გზა, რომლითაც სივრცე დრო თავად ორგანიზდება, იხრება, ურთიერთქმედებს საკუთარ თავთან. როცა თქვენ აგდებთ ქვას წყალში, ის ქმნის ტალღებს, წრეებს, რომლებიც ვრცელდებიან ზედაპირზე. ეს ტალღები არ არის ნივთი, ისინი არის ფორმა, პატერნი, ორგანიზაცია წყლის მოლეკულებისა. თავად წყალი არ მოძრაობს გარეთ, მოლეკულები მხოლოდ მოძრაობენ ზემოთ და ქვემოთ, მაგრამ ეს მოძრაობა ქმნის ილუზიას, რომ რაღაც მოძრაობს გარეთ. მატერია შეიძლება იყოს ასეთი ტალღა, არა ნივთი, რომელიც მოძრაობს სივრცე დროში, არამედ პატერნი, ორგანიზაცია, ტალღა თავად სივრცე დროში. და თუ ეს ჭეშმარიტია, მაშინ პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ტალღა ხდება იმდენად ინტენსიური, იმდენად კონცენტრირებული, რომ იგი ბრუნდება საკუთარ თავში, როგორც ტალღა, რომელიც იმდენად მაღალია, რომ იგი იხრება და ქმნის ქაფს, ვორტექსს, სტრუქტურას, რომელიც თავად იკვებება საკუთარი ენერგიით. შავი ხვრელი შეიძლება იყოს ასეთი ვორტექსი, არა ობიექტი, რომელიც არსებობს, არამედ თვითშემანარჩუნებელი პატერნი სივრცე დროში, რომელიც იმდენად ინტენსიურია, რომ იგი ქმნის საკუთარ რეალობას, საკუთარ გეომეტრიას, საკუთარ კანონებს. ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, როგორ ყველა ძალა ერთიანდება პლანკის სიმკვრივეზე. მაგრამ ახლა ვხედავთ უფრო ღრმა მნიშვნელობას. ეს ერთიანობა არ არის უბრალოდ მათემატიკური ელეგანტურობა, ეს არის მინიშნება იმისა, რომ ყველა განსხვავება, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, მატერია და ენერგია, სივრცე და დრო, ძალა და ნაწილაკი, არის ხელოვნური, დროებითი, კონტექსტზე დამოკიდებული. როცა თქვენ უყურებთ ცას და ხედავთ მზეს და მთვარეს, ისინი გამოიყურებიან როგორც ორი განსხვავებული ობიექტი, ერთი ანათებს, მეორე არა. მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ორივე არის იგივე ტიპის ობიექტი, სფერული მასა, რომელიც მოძრაობს სივრცეში. განსხვავება არ არის მათ ბუნებაში, განსხვავება არის მათ ისტორიაში, მათ კომპოზიციაში, მათ გარემოში. იგივე შეიძლება იყოს ჭეშმარიტი ყველა ფუნდამენტური განსხვავებისთვის. ელექტრონი და ფოტონი გამოიყურებიან როგორც სრულიად განსხვავებული, ერთი არის მატერიის ნაწილაკი, მეორე არის სინათლის ნაწილაკი. მაგრამ კვანტური ველების თეორია გვიჩვენებს, რომ ორივე არის აგზნებები, ტალღები განსხვავებულ ველებში. და პლანკის სიმკვრივეზე, თუნდაც ეს ველები ერწყმიან ერთ ფუნდამენტურ ველში, პრაველში, საიდანაც ყველა სხვა ველი წარმოიშობა, როგორც ტალღები წარმოიშობიან ოკეანიდან. მატერია არ არის, რაც ჩანს, მყარი, სტაბილური, განცალკევებული.
ის არის, რაც მართლაც არის დინამიური, დროებითი, ურთიერთდაკავშირებული. და პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ეს ჭეშმარიტება ხდება აშკარა, სადაც ყველა ილუზია ეცემა, სადაც სამყარო აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს, არა როგორც კოლექცია განცალკევებული ობიექტებისა, არამედ როგორც ერთიანი, თვითურთიერთქმედი მთლიანობა, სადაც ყველა ნაწილი არის ყველა სხვა ნაწილის გამოვლინება, სადაც ყველა მოვლენა არის ყველა სხვა მოვლენის შედეგი და მიზეზი ერთდროულად. როცა თქვენ სუნთქავთ, თქვენ შეისუნთქავთ ატომებს, რომლებიც ოდესღაც იყვნენ ვარსკვლავების ნაწილი, ჟანგბადი, რომელიც შეიქმნა სუპერნოვას აფეთქებაში მილიარდობით წლის წინ. თქვენი სხეული შედგება ელემენტებისგან, რომლებიც გაიარეს უთვალავი ტრანსფორმაცია, იყვნენ ვარსკვლავებში, პლანეტებში, ოკეანეებში, სხვა არსებებში. თქვენ არ ხართ განცალკევებული, თქვენ ხართ გაგრძელება, კონტინუაცია, გამოვლინება პროცესისა, რომელიც დაიწყო დიდი აფეთქებით და გრძელდება ახლა, ამ მომენტში, თქვენში. და პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ეს პროცესი ბრუნდება საკუთარ წყაროსთან, არა როგორც დასასრული, არამედ როგორც ტრანსფორმაცია, როგორც გადასვლა ერთი ფორმიდან მეორეში, როგორც მუდმივი რეინკარნაცია ენერგიისა, რომელიც არასოდეს იბადება და არასოდეს კვდება, მხოლოდ იცვლება, ტრანსფორმირდება, ცეკვავს მარადილ ცეკვაში არსებობისა. მაგრამ აქ ჩნდება საბოლოო კითხვა, რომელიც აერთიანებს ყველაფერს. თუ პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ყველა განსხვავება ქრება, სადაც მატერია, სივრცე, დრო, ძალა, ყველა ისინი ხდებიან ერთი, მაშინ რა არის ეს ერთი? რა რჩება, როცა ყველაფერი, რასაც ჩვენ ვიცნობთ, დგნება უცნობში? და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი, თუ ეს ხდება შავი ხვრელების გულში ახლა, ამ წამში, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, აქ, ჩვენს ყოველდღიურ რეალობაში, სადაც ჩვენ სუნთქავთ, ფიქრობთ, გრძნობთ, ვარსებობთ. დაუბრუნდეთ იქ, საიდანაც დავიწყეთ, იმ საზღვართან, რომელსაც მატერია ვერასოდეს გადალახავს. მაგრამ ახლა, ამ მოგზაურების შემდეგ ატომებიდან კვარკებამდე, სივრცე-დროს ქაფიდან დიდ გაერთიანებამდე, ჩვენ ვხედავთ, რომ ეს საზღვარი არ არის კედელი, ეს არის სარკე. როცა თქვენ დგახართ სარკის წინ დილით და უყურებთ საკუთარ თავს, თქვენ ხედავთ სახეს, სხეულს, ფორმას, მაგრამ სარკე არ გიჩვენებთ იმას, რაც მართლაც ხართ. ის არ გიჩვენებთ მოგონებებს, რომლებიც ქმნიან თქვენს იდენტობას, სიზმრებს, რომლებიც მართავენ თქვენს არჩევანს, შიშებს და იმედებს, რომლებიც ქსოვენ თქვენს რეალობას. სარკე გიჩვენებთ მხოლოდ ზედაპირს, მაგრამ ამ ზედაპირის გაგებით, თქვენ იწყებთ ღრმა კითხვების დასმას იმის შესახებ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. პლანკის სიმკვრივე არის სამყაროს სარკე, ადგილი, სადაც რეალობა უყურებს საკუთარ თავს და ეკითხება, რა ვარ მე, ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ ამ წერტილში მატერია კარგავს თავის იდენტობას, ატომები იშლებიან, კვარკები ერწყმიან, სივრცე-დრო ქაფქაფობს. მაგრამ ეს არ არის განადგურება, ეს არის გამოცხადება. როცა თქვენ დნობთ ოქროს სამკაულს, ის კარგავს თავის ფორმას, აღარ არის ბეჭედი, საათი, ყელსაბამი, მაგრამ თავად ოქრო რჩება უფრო სუფთა, უფრო ფუნდამენტური, თავისუფალი ფორმის შეზღუდვებისგან. პლანკის სიმკვრივეზე მატერია დნება თავის ფუნდამენტურ ბუნებაში, არა როგორც ნივთი, არამედ როგორც შესაძლებლობა, პოტენციალი, ენერგია, რომელსაც შეუძლია გახდეს ყველაფერი, რადგან ის აღარ არის არაფერი კონკრეტული. და ამ პარადოქსში, იმაში, რომ ყველაფრის დაკარგვით მატერია იძენს შესაძლებლობას იყოს ყველაფერი, იმალება ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არსებობის შესახებ. ყოველ დღე, როცა თქვენ იღვიძებთ, თქვენი ცნობიერება წარმოიშობა უცნობიდან, წამით ადრე თქვენ არ იყავით თქვენ იყავით წილში, სადაც იდენტობა, მეხსიერება, თვითშეგნება იყო დაშლილი, დისპერსირებული. და შემდეგ თანდათან ისინი იკრიბებიან, მოგონებები ბრუნდებიან, სახელი ბრუნდება, გრძნობა მე ვარ ბრუნდება. ეს ყოველდღიური რესურექცია, ეს მცირე სასწაული, რომელსაც ჩვენ აღარ ვამჩნევთ, ეს არის იგივე პროცესი, რომელიც ხდება პლანკის სიმკვრივეზე, მხოლოდ უსასრულოდ გაძლიერებული. მატერია იღვიძებს სინგულარობიდან, არა როგორც ის, რაც იყო, არამედ როგორც ახალი შესაძლებლობა, შესაძლოა როგორც ახალი სამყარო, ახალი სივრცე-დრო, ახალი რეალობა, რომელიც იბადება იქ, სადაც ძველი დნება უცნობში. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა, რომელიც აღემატება ფიზიკას და შედის ფილოსოფიაში. თუ პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ყველა განსხვავება ქრება, მატერია და ენერგია, სივრცე და დრო, არსებობა და არარსებობა, მაშინ რა განასხვავებს ამ წერტილს არაფრისგან? თუ არაფერი არ არსებობს, არც ატომები, არც ველები, არც გეომეტრია, მაშინ როგორ შეიძლება ვთქვათ, რომ რაღაც არსებობს? და შესაძლოა, პასუხი არის ის, რომ განსხვავება რაღაცსა და არაფერს შორის არ არის აბსოლუტური, ეს არის პერსპექტივის საკითხი, მასშტაბის საკითხი, კონტექსტის საკითხი. როცა თქვენ უყურებთ ცარიელ ოთახს, თქვენ ამბობთ, აქ არაფერია, მაგრამ ფიზიკოსი იცის, რომ ოთახი სავსეა ჰაერით, ფოტონებით, ნეიტრინოებით, კვანტური ველების ფლუქტუაციებით. არაფერი არის მხოლოდ სახელი იმისთვის, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ, ვერ ვზომავთ, ვერ ვიგებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის არ არსებობს.
შესაძლოა, პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც რაღაცა და არაფერი ხდებიან ურთიერთშემცვლელი, სადაც არსებობა და არარსებობა არის ერთი და იგივე მდგომარეობის ორი სახელი, ორი აღწერა ერთი რეალობისა, რომელიც აღემატება ორივეს. როცა თქვენ ისუნთქავთ, არსებობს მომენტი, უსასრულოდ მოკლე პაუზა, ჩასუნთქვასა და ამოსუნთქვას შორის, სადაც თქვენ არც შეისუნთქავთ და არც ამოისუნთქავთ. ეს მომენტი არ არის არაფერი, ეს არის გადასვლა, ზღვარი, წერტილი, სადაც ერთი მოძრაობა ბოლოვდება და მეორე იწყება. პლანკის სიმკვრივე შეიძლება იყოს ასეთი პაუზა, არა დასასრული, არა დასაწყისი, არამედ გადასვლა, ზღვარი, სადაც ერთი სახის არსებობა ტრანსფორმირდება მეორეში. და ეს გვიყვანს უფრო ღრმა ჭეშმარიტებამდე. შესაძლოა, არსებობა არ არის მდგომარეობა, ეს არის პროცესი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არსებობა ნიშნავს იყო აქ, ახლა სტაბილურად, მაგრამ ფიზიკა გვიჩვენებს, რომ არაფერი არ არის სტაბილური. ყველაფერი მოძრაობს, იცვლება, ვიბრირებს, ტრანსფორმირდება. ელექტრონი არ არის გარკვეულ ადგილას, ის არის ალბათობის ღრუბელი, რომელიც ვრცელდება სივრცეში, კოლაფსირდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვაკვირდებით მას. ფოტონი არ არსებობს დროში, მისთვის სინათლის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკისთვის დრო არ გადის, ის გამოსხივდება და შეიწოვება ერთსა და იმავე მომენტში, თუნდაც მილიარდობით წელი გავიდეს ჩვენი პერსპექტივიდან. არსებობა არ არის ფიქსირებული მდგომარეობა, ეს არის ცეკვა, რიტმი, პულსაცია იმას შორის, რაც არის და რაც არ არის. როცა თქვენ ისმენთ მუსიკას, თქვენ არ ისმენთ ნოტებს, თქვენ ისმენთ ურთიერთობებს ნოტებს შორის, ინტერვალებს, რიტმებს, ჰარმონიებს. ერთი ნოტა თავისთავად არ არის მუსიკა, მუსიკა წარმოიშობა მაშინ, როცა ნოტები მოდიან და მიდიან, ქმნიან პატერნს დროში. შესაძლოა, არსებობა არის ასეთი მუსიკა, არა კოლექცია ნივთებისა, რომლებიც არიან, არამედ პატერნი, რიტმი, ჰარმონია მოვლენებისა, რომლებიც მოდიან და მიდიან, ჩნდებიან და ქრებიან, ქმნიან სიმფონიას, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ რეალობას. და პლანკის სიმკვრივე არის ადგილი, სადაც ეს სიმფონია აღწევს თავის კრესჩენდოს, სადაც ყველა ინსტრუმენტი უკრავს ერთდროულად, ყველა ნოტა ჟღერს ერთად, ქმნის აკორდს იმდენად რთულს, იმდენად მდიდარს, რომ ის აღარ ჟღერს როგორც მუსიკა, ის ხდება თავად ხმა, თავად რეზონანსი, თავად ვიბრაცია, საიდანაც ყველა მუსიკა წარმოიშობა. მაგრამ რატომ უნდა ვზრუნავდეთ ამაზე? რატომ უნდა ვფიქრობდეთ პლანკის სიმკვრივეზე, ამ უკიდურეს, მიუწვდომელ რეჟიმზე, რომელიც არსებობს მხოლოდ შავი ხვრელების გულში, ადგილებში, სადაც ჩვენ ვერასოდეს წავალთ, ვერასოდეს დავაკვირდებით პირდაპირ? პასუხი არის ის, რომ პლანკის სიმკვრივე არ არის მხოლოდ ექსტრემალური მდგომარეობა, ეს არის გამოცხადება ფუნდამენტური პრინციპისა, რომელიც მუშაობს ყველგან, ყოველთვის, თქვენშიც მათ შორის. როცა თქვენ ჭამთ საკვებს, თქვენი სხეული შლის მოლეკულებს, ამოიღებს ენერგიას, აშენებს ახალ სტრუქტურებს, ეს არის იგივე პროცესი დეკონსტრუქციისა და რეკონსტრუქციისა, რომელიც ხდება პლანკის სიმკვრივეზე, მხოლოდ უფრო ნელი, უფრო ნაზი, უფრო კონტროლირებადი. როცა თქვენ სწავლობთ ახალ იდეას, თქვენი ძველი გაგება იშლება, ტრანსფორმირდება, რეორგანიზდება ახალ ჩარჩოში, ეს არის იგივე პრინციპი, რომელიც მუშაობს, როცა მატერია ტრანსფორმირდება სინგულარობაში. ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ საზღვრებზე, არა პლანკის საზღვარზე, მაგრამ სხვა საზღვრებზე, რომლებიც არანაკლებ ფუნდამენტურია. საზღვარი ძილსა და გაღვიძებას შორის, სადაც ცნობიერება წარმოიშობა უცნობიდან. საზღვარი ცნობილსა და უცნობს შორის, სადაც ცოდნა ტრანსფორმირდება გაგებაში. საზღვარი მე და არა მე შორის, სადაც თქვენი იდენტობა ხვდება სამყაროს და იცვლება ამ შეხვედრით. ყოველ ამ საზღვარზე რაღაც დნება და რაღაც ახალი წარმოიშობა, არა იმიტომ, რომ ძველი განადგურდა, არამედ იმიტომ, რომ ის ტრანსფორმირდა, გადავიდა ახალ ფორმაში, ახალ მდგომარეობაში, ახალ რეალობაში. და ამ გაგებით, რომ ტრანსფორმაცია არ არის განადგურება, არამედ გაგრძელება, ჩვენ ვიწყებთ ხედვას, რომ პლანკის სიმკვრივე არ არის დასასრული, არამედ გადასვლა, კარიბჭე, ზღვარი, რომელიც აკავშირებს ერთ რეალობას მეორესთან. და ეს გვიყვანს ყველაზე ღრმა კითხვამდე, თუ მატერია შეიძლება ტრანსფორმირდეს იმდენად რადიკალურად, დაიშალოს ატომებად, კვარკებად, სინგულარობად და შემდეგ შესაძლოა, წარმოიშვას ახლიდან როგორც ახალი სამყარო, მაშინ რა არის მუდმივი? რა რჩება, როცა ყველაფერი იცვლება? და შესაძლოა, პასუხი არის ის, რომ მუდმივი არ არის ნივთი, მუდმივი არის პროცესი, პრინციპი, პატერნი. როცა მდინარე მიედინება, წყალი მუდმივად იცვლება, ყოველი წვეთი მოდის და მიდის, მაგრამ თავად მდინარე რჩება, რადგან რჩება პატერნი, ფორმა, მოძრაობა. შესაძლოა, სამყარო არის ასეთი მდინარე, არა კოლექცია მუდმივი ობიექტებისა, არამედ მუდმივი პროცესი, რომელიც ინარჩუნებს თავის პატერნს, თუნდაც ყველა ელემენტი მუდმივად იცვლებოდეს. მატერია არ არის საბოლოო რეალობა, ეს არის დროებითი გამოვლინება უფრო ღრმა პროცესისა, რომელსაც ჩვენ ვერ ვხედავთ პირდაპირ, მაგრამ რომლის შედეგებსაც ვხედავთ ყველგან.
როცა თქვენ უყურებთ ცეცხლს, თქვენ ხედავთ სინათლეს, სითბოს, მოძრაობას, მაგრამ თავად ცეცხლი არ არის ნივთი. ეს არის პროცესი, ქიმიური რეაქცია, რომელიც გარდა ქმნის ერთ ფორმას მეორეში, ათავისუფლებს ენერგიას, ქმნის სინათლეს. როცა რეაქცია ბოლოვდება, ცეცხლი ქრება, არა იმიტომ, რომ რაღაც განადგურდა, არამედ იმიტომ, რომ პროცესი დასრულდა, ენერგია გადავიდა სხვა ფორმებში. შესაძლოა, მთელი სამყარო არის ასეთი ცეცხლი, პროცესი, რომელიც იწვის, ანათებს, ტრანსფორმირებს და ჩვენი სხეულები, ჩვენი მოაზროვნეები, ჩვენი სამყარო, ყველაფერი ეს არის ნაპერწკლები ამ კოსმიურ ცეცხლში, რომელიც ანათებს მომენტს და შემდეგ ბრუნდება იმ ენერგიაში, საიდანაც წამოვიდა. მაგრამ ეს არ არის პესიმისტური ხედვა, ეს არის გათავისუფლებელი. თუ არაფერი არ არის მუდმივი, მაშინ არაფერი არ არის ფიქსირებული. თუ მატერია შეიძლება ტრანსფორმირდეს პლანკის სიმკვრივეზე, მაშინ ყველაფერი შეიძლება ტრანსფორმირდეს, თქვენი გარემოებები, თქვენი გაგება, თქვენი რეალობა. როცა თქვენ გრძნობთ, რომ ჩარჩენილი ხართ სიტუაციაში, გახსოვდეთ, ატომები, რომლებიც ქმნიან თქვენს სხეულს, ოდესღაც იყვნენ ვარსკვლავების ნაწილი, გაიარეს სუპერნოვას აფეთქება, იმოგზაურეს კოსმოსში მილიარდობით წელი და ახლა არიან აქ, თქვენში, ქმნიან თქვენს აზრებს, თქვენს გრძნობებს, თქვენს არჩევანს. თუ მათ შეეძლოთ ასეთი ტრანსფორმაცია, მაშინ რა შეუძლია თქვენ? და ეს გვიყვანს საბოლოო გაგებამდე, პლანკის სიმკვრივე არ არის ადგილი, იქ გარეთ, შორს მიუწვდომელი. ეს არის პრინციპი, აქ შიგნით, თქვენში, ჩემში, ყველაფერში. ყოველ მომენტში თქვენი სხეული ანადგურებს და აშენებს მილიონობით უჯრედს, პროცესი, რომელიც არის მცირე ვერსია იმისა, რაც ხდება პლანკის სიმკვრივეზე. ყოველ აზრში თქვენი გონება შლის ძველ პატერნებს და ქმნის ახალს, ტრანსფორმაცია, რომელიც ასახავს იმას, როგორ მატერია ტრანსფორმირდება სინგულარობაში. ყოველ სუნთქვაში თქვენ ცვლით ატომებს გარემოსთან, ურთიერთქმედება, რომელიც აჩვენებს, რომ საზღვარი თქვენ და არა თქვენ შორის არ არის აბსოლუტური, არამედ დინამიური, ცვალებადი, პროვიზორული. ჩვენ ვიწყეთ კითხვით, რა ხდება პლანკის სიმკვრივეზე, როცა მატერია კოლაფსირდება არაფერში. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ კითხვა თავად იყო არასწორი. მატერია არ კოლაფსირდება არაფერში, ის ტრანსფორმირდება რაღაცაში, რისი სახელიც ჩვენ არ გვაქვს, რადგან ეს აღემატება ჩვენს კატეგორიებს, ჩვენს ენას, ჩვენს გამოცდილებას. ეს არის არა დასასრული, არამედ გადასვლა, არა სიკვდილი, არამედ მეტამორფოზა, არა განადგურება, არამედ ტრანსფორმაცია იმ ფუნდამენტურ მდგომარეობაში, საიდანაც ყველაფერი მოდის და სადაც ყველაფერი ბრუნდება. და შესაძლოა, ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არის ის, რომ ეს ტრანსფორმაცია არ არის რაღაც, რაც ხდება მატერიასთან, ეს არის რაღაც, რაც მატერია აკეთებს. მატერია არ არის პასიური ობიექტი, რომელზეც მოქმედებენ ძალები, ის არის აქტიური მონაწილე, თვითორგანიზებადი სისტემა, რომელიც მუდმივად ეძებს ახალ ფორმებს, ახალ მდგომარეობებს, ახალ გზებს არსებობისა. როცა თქვენ ხედავთ მცენარეს, რომელიც იზრდება ბზარში ასფალტში, თქვენ ხედავთ ამ პრინციპს მოქმედებაში, სიცოცხლე, რომელიც პოულობს გზას, თუნდაც პირობები არახელსაყრელი იყოს. პლანკის სიმკვრივეზე მატერია აკეთებს იგივეს, პოულობს გზას, ტრანსფორმირდება, გრძელდება, თუნდაც ყველა ჩვეული ფორმა არსებობისა შეუძლებელი გახდეს. რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, აქ ახლა, ამ მომენტში? ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ნაწილი პროცესისა, რომელიც აღემატება ჩვენს ინდივიდუალურ არსებობას, პროცესისა, რომელიც დაიწყო დიდი აფეთქებით, გაგრძელდა ვარსკვლავების ფორმირებით, პლანეტების შექმნით, სიცოცხლის გაჩენით, ცნობიერების წარმოშობით და ახლა გრძელდება თქვენში, თქვენს აზრებში, თქვენს არჩევანში, თქვენს სიზმრებში. თქვენ არ ხართ დამკვირვებელი ამ პროცესისა, თქვენ ხართ პროცესი თავად, თვითშეგნებული, თვითრეფლექსიური, თვითტრანსფორმირებადი. როცა თქვენ ფიქრობთ პლანკის სიმკვრივეზე, ეს არის სამყარო, რომელიც ფიქრობს საკუთარ თავზე თქვენი მეშვეობით, ეს არის მატერია, რომელიც ცდილობს გაიგოს საკუთარი ბუნება, საკუთარი შესაძლებლობები, საკუთარი საზღვრები. და ამ გაგებაში იმალება არა პასუხი, არამედ ახალი კითხვები, რომლებიც უფრო ღრმაა, უფრო მდიდარია, უფრო ღირებულია, ვიდრე ნებისმიერი პასუხი. თუ მატერია შეიძლება ტრანსფორმირდეს პლანკის სიმკვრივეზე, მაშინ რა სხვა ტრანსფორმაციები შესაძლებელია? თუ სივრცე დრო არ არის ფუნდამენტური, მაშინ რა არის? თუ ყველა ძალა ერთიანდება ერთ წერტილში, მაშინ რას ნიშნავს ეს ერთიანობა? არის ეს მხოლოდ მათემატიკური ელეგანტურობა, თუ რაღაც უფრო ღრმა, რაღაც, რაც მიუთითებს იმაზე, რომ თავად რეალობა არის ერთიანი, განუყოფელი, თვითურთიერთქმედი მთლიანობა. და თუ ჩვენი ცნობიერება, ჩვენი აზრები, ჩვენი არჩევანი, თუ ყველაფერი ეს არის ნაწილი ამ მთლიანობისა, მაშინ რა პასუხისმგებლობა გვაქვს? რა როლი ვთამაშობთ ამ კოსმიურ დრამაში? ეს კითხვები არ აქვს საბოლოო პასუხები და ეს კარგია. რადგან პასუხები კეტავენ კარებს, მაგრამ კითხვები ხსნიან მათ.
პასუხები ქმნიან ილუზიას, რომ ჩვენ ვიცით, მაგრამ კითხვები გვახსენებენ, რომ ჩვენ ვეძებთ, ვიკვლევთ, ვიზრდებით. და შესაძლოა ეს არის ყველაზე ღრმა გაკვეთილი, რომელსაც პლანკის სიმკვრივე გვასწავლის, რომ საზღვრები არ არის დასასრულები, ისინი არის მოწვევები. მოწვევა გადალახოთ, ტრანსფორმირდეთ, გახდეთ რაღაც მეტი, ვიდრე იყავით. როცა თქვენ აღწევთ საზღვარს, თქვენი ცოდნის საზღვარს, თქვენი გაგების საზღვარს, თქვენი არსებობის საზღვარს, თქვენ არ ჩერდებით. თქვენ ტრანსფორმირდებით, გადადიხართ, ხდებით ახალი. და ამ მარადიულ ტრანსფორმაციაში, ამ უსასრულო ცეკვაში არსებობისა, რომელიც მოძრაობს ფორმიდან ფორმაში, მდგომარეობიდან მდგომარეობაში, რეალობიდან რეალობაში, ამაში იმალება არაპასუხი კითხვაზე, რა ვართ ჩვენ, არამედ მოწვევა გავხდეთ ის, რაც ჯერ არ ვართ, მაგრამ შეგვიძლია გავხდეთ. პლანკის სიმკვრივე არ არის ადგილი, სადაც მატერია კოლაფსირდება არაფერში, ეს არის ადგილი, სადაც მატერია ხდება ყველაფერი, რადგან ის ათავისუფლებს თავს ყველა შეზღუდვისგან, ყველა განსაზღვრებისგან, ყველა საზღვრისგან. და ჩვენ, როგორც ნაწილი ამ მატერიისა, როგორც გამოვლინება ამ პროცესისა, გვაქვს იგივე პოტენციალი, არა ფიზიკურად მიაღწიოთ პლანკის სიმკვრივეს, არამედ მეტაფორულად, ფილოსოფიურად, ეგზისტენციალურად გახდეთ ის, რაც ჯერ არ ხართ, მაგრამ შეგიძლიათ გახდეთ. და ამ უსასრულო შესაძლებლობაში, ამ მარადიულ ღიაობაში, ამ მუდმივ მოწვევაში ტრანსფორმაციისკენ, აქ, ამ ზუსტად აქ იმალება არა დასასრული, არამედ დასაწყისი. არა პასუხი, არამედ კითხვა. არა ცოდნა, არამედ საიდუმლო. და ამ საიდუმლოში, ამ ღრმა, ულამაზეს, შეუცნობელ საიდუმლოში იმისა, თუ რა ვართ, რა შეგვიძლია გავხდეთ, რა არის რეალობა და რა შეიძლება იყოს, ამაში ჩვენ გვგრძნობთ არა შიშს, არამედ აღტაცებას. არა დაკარგვას, არამედ აღმოჩენას. არა დასასრულს, არამედ გაგრძელებას, მარადიულ, უსასრულო, ულამაზეს გაგრძელებას იმ ცეკვისა, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ არსებობას და რომელიც არასოდეს ბოლოვდება, მხოლოდ იცვლება, ტრანსფორმირდება, ცეკვავს ახალ რიტმებში, ახალ ფორმებში, ახალ სამყაროებში, რომლებიც ელოდებიან აღმოჩენას იქ საზღვარზე, სადაც ყველაფერი, რაც ვიცით, ხდება ყველაფერი, რაც ჯერ არ ვიცით და ეს არის არა დასასრული, არამედ მხოლოდ შემდეგი ნაბიჯი მარადიულ მოგზაურობაში სახლისკენ, რომელიც არასოდეს იყო და ყოველთვის იქნება აქ ახლა ამ მომენტში, თქვენში.